ელექტროქსელის უსაფრთხოებისთვის არსებობს სამი ძირითადი მოწყობილობა, რაც აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს ელექტროკარადაში დაინსტალირებული, რადგან ჩვენი ქსელი იყოს დაცული და ჩვენ თვითონ ვიყოთ დაცული მუხტის ზემოქმედებისაგან. ასევე ყველა ის ელექტრომოწყობილობა, რაც ქსელში არის მიერთებული. პირველი და უმთავრესი ეს არის MCB, ანუ მინიატურული ავტომატური ამომთველი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული მთავარი ავტომატი ამომთველი, რომელიც დგება პირველ ადგილზე. ამ შემთხვევაში ეს არის MCB. გავთიშეთ, ჩავთეთ. უნდა მოხდეს MCB-ზე შემცვლელი დენის დაერთება და შემდგომ მისი განაწილება სხვადასხვა ამომთველებზე. MCB-ს შემდგომ ვიყენებთ ჩვენ ფაზურ რელეს, რომელიც არის აუცილებელი ქსელში დენის რეგულირებისთვის, ანუ ფაზური დენი განიცდის ვარდნას და მატებას. ამ შემთხვევაში ელექტრომოწყობილობები გამოვა წყობრიდან, თუ არ გვექნება ჩვენ ფაზური რელე და შესაძლებელი არის დაიწვას, განადგურდეს ჩვენი ელექტრომოწყობილობები. განსაკუთრებით შეგვიძლია ჩვენ აღვნიშნოთ გათბობის ქვაბი, რომელსაც საგარანტიოში მოყვება, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს მას ან სტაბილიზატორი, ან ფაზური რელი. ასევე დიფერენციალური ამომთველი, რომელიც ჩვენ გვიცავს მუხტის ზემოქმედებისაგან, წამიერად გათიშავ ქსელს და დაცული ვიქნებით მუხტის ზემოქმედებისაგან, ანუ ჯანმრთელობას იცავს. ეხლა ავხსნათ თანმიმდევრულად ფაზური რელეს და დიფერენციალის მუშაობის პრინციპი და შემდგომში მთლიანად ვისაუბროთ ფაზურ რელეზე. დიფერენციალური ამომთველი არსებობს ორი, ეს არის გავრცელებული ტერმინი უზო, რომელიც არის ელექტრომექანიკური დიფერენციალური ამომთველი და DIP, ანუ კომბინირებული დიფერენციალური ამომთველი, რომელიც მუშაობს ელექტრონულად. ანუ ფაზური და ნეიტრალური დენის არსებობის შემთხვევაში. თუ მან დაკარგა ნეიტრალური დენი, გაჟონვაზე არ იმუშავებს, ვერ აღმოაჩენს და მუხტი გადმოვაჩენზე. თუ ქსელში გვექნება ჩვენ ფაზური რელე, მაშინ ფაზური რელე ნეიტრალური დენის გათიშვას აღმოაჩენს და ქსელს წამიერად გათიშავს. ერთ წამში, მაქსიმუმ 3 წამში. ანუ გამოდის, რომ დიფერენციალურთან ერთად თუ გვექნება ჩვენ ფაზური რელე, დიფერენციალს გაუმარტივებთ მუშაობას და ვიქნებით დაცულები მუხტის ზემოქმედებისაგან მაქსიმალურად. ვისაუბროთ კონკრეტულად ფაზურ რელეებზე, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს ზუბრის ფაზური რელე, ადრეც ბევრი ვისაუბრე ზუბრის რელეებზე, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს 4 განსხვავებული რელე. ეს არის D263, D63, CV263 და SR1. რა განსხვავებაა მათ შორის და რა პრინციპებით მუშაობენ? ძირითადი პრინციპი მათი არის ერთი და იგივე, ეს არის ძაბვის, ვარდნის და მატების აღმოჩენა და ქსელის გათიშვა, ქსელის დაცვა და ასევე DIP-თან მუშაობა. ეს არის უმთავრესი პრინციპი. სახლის პირობებში გამოიყენება D263, CV2 და SR1, ხოლო მაღალ სიმძლავრეებზე და მაღალ დატვირთვებზე გამოიყენება უკვე D63. D263 გვაქვს 32 ამპერიდან 80 ამპერამდე, ასევე D63-ც იგივე დიაპაზონებში. მას ჩვენ შეგვიძლია მასში არსებული ქარხნული დიაპაზონში ცვლილების შეტანა. მთავარი პრინციპი კიდევ რაც არის და აქვე გავშალოთ მათ შორის განსხვავება, რაც არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ერთი ქსელი არის, ერთი ფაზური და ნეიტრალური დენი შემოდის, მაგრამ პირველ და მეორეზე ერთი და იგივე ძაბვა თამაშობს, ხოლო მესამეზე სტაბილურად არის გაჩერებული 259 ვოლტზე, გაშვებული არის მწვანე შუქი ანთი, ანუ მუშაობს, ხოლო ეს ორი არ მუშაობს, ანუ მან ქარხნულ დიაპაზონზე აღმოაჩინა უკვე დაყენებულ დიაპაზონზე ძაბვის მატება და ქსელი და გათიშა. ანუ გამსვლელზე არ არის დენი. ხოლო მესამეზე არის. რა პრინციპით მუშაობს ეს და როგორ მუშაობს? D263 და D63 მუშაობს მხოლოდ ძაბვის
ვარდნა მატებაზე. როგორც კი აღმოაჩენე გათიშავე. მაგრამ CV2 არის პრემიუმ კლასის და პლუს მინუს 20 ვოლტის. აი ეს არის მნიშვნელოვანი. პლუს მინუს 20 ვოლტის სტაბილიზაცია შეუძლია. ანუ მას შეუძლია 20 ვოლტი დაასტაბილუროს დენი და ამ შემთხვევაში მან დაასტაბილურა დენი და ჩართო ქსელი. მაგრამ როგორც კი პირობითად იმ 20 ვოლტს გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში ის უკვე ქსელს გათიშავს. ანუ მას ამ ორისგან განსხვავებით დამატებით ფუნქცია აქვს სტაბილიზაციის. მაგრამ კონკრეტულ 20 ვოლტის ფარგლებში. ეს არის მისი დამატებითი ღირსება, რაც მას უფრო მოთხოვნაც ხდის